ეფექტური კომუნიკაცია ბავშვთან დაბადების პირველივე წუთებიდან მნიშვნელოვანია. დედა აღიქმება როგორც სამყარო და განზოგადება ხდება, რომ თუ დედა ჩემს საჭიროებებს ითვალისწინებს, მაშინ სამყარო ჩემს მიმართ კეთილია. ბევრი კიდევ სოციალური წნეხი მშობლობის გარშემო, აბა რა გეგონა რომ აჩენდი და ასე შემდეგ. ბავშვი ძალიან გრძნობს ემოციებს და სკანირებას აკეთებს ამას. შენ რომ დაიბადე ქალად და შენ რომ გოგო ხარ თუ დედა ხარ თუ როგორც არის, და იცოდე ხა აბა როგორ გინდა ეს ბავშვი თუ კლინიკაში მოხვდი არის ცალკე ხდები მე სამკურნალო შენ ამ მიმართულებით. ბავშვები ფაღის პერიოდის ბავშვებს და უფრო ადრე, როდესაც იწყებენ ინტერესს, რომ აი რაღაცა განსხვავებული მაქვს, ხო? სასქესო ორგანოები, როდესაც იმდანაც მეშინია რეაქციას, რომ ის რეაქცია უფრო წამლიკავს, ვიდრე ის რაც მოხდა. ეს არ მინდა იყოს გააღებული როგორც ახლა სარკაზმი ჩვენი ერის მიმართ, არა. ჩვენთან მშობლის და ბავშვის შვილის ურთიერთობა ხშირად ეგრეა. აი, ასე ვთქვათ, ემოციური ჭიპლარის გადაჭრა ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება. ყველა დაივიწყებს რა გაუკეთე, რა უთხარი, არა არასდროს არ დაივიწყებენ როგორ აგრძნობინე თავი. გამოვიმუშაოთ საკუთარ თავში ემპათიის უნარი, რაც ნიშნავს იმისა, რომ განსხვავებული აზრის, ანუ სხვა ადამიანის თვალებითაც შევძლოთ რაღაცების დანახვა.